ალბათ ყველა ჩვენგანს ოდესმე მაინც გვინახავს საბერძნეთის ეს ულამაზესი კლდეზე აშენებული კუნძული. ადგილი, სადაც თეთრი სახლები და ლურჯი გუმბათები ერწყმის ზღვას და სადაც ყოველი მზის ჩასვლა დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. ეს სანტორინია. სანტორინიზე ჩამოსვლა ძალიან მარტივია, რადგან კუნძულს თავისი აეროპორტი აქვს. აეროპორტიდან დედაქალაქ ფირამდე რეგულარული ავტობუსი დადის, რომლის ბოლო გაჩერება პირდაპირ დედაქალაქის ცენტრშია. მგზავრობის პირველივე წუთებიდან ხვდებით, რომ საბერძნეთში ხართ, იმიტომ რომ გზაში ყოველ ნაბიჯზე აქაურობისთვის დამახასიათებელი თეთრი სახლები და ლურჯგუმბათიანი ეკლესიები გვხვდებათ. დედაქალაქში საკმაოდ ადრე ჩამოვედით, ჩეკინისთვის ძალიან ადრე იყო, ამიტომ ჯერ ადგილობრივი საუზმის გასასინჯად წავედით. Greek coffee, which looks and tastes like Turkish coffee, but let's not tell. Tell them. And also kadai with ice cream. Milano შვიდობისა. მოგესალმებით, გერთვებით სანტორინიდან, ჩამოვხდიეთ საბერძნეთში. დაიწყება ჩვენი ახალი მოგზაურობა. საბერძნეთში გავატარებთ ერთ კვირას და ვიწყებ სანტორინიდან, კუნძულ სანტორინიდან და შემდეგ ვიდეოთ კუნძულზე, რომელსაც ქვია მილოსი. დღეს ჩვენი პირველი დღე, ხა ჩამოვედით და აი უკვე ისეთი საოცრება, ისეთი ლამაზია ყველგან, რომ ძალიან ლამაზია. იმაზე უფრო ლამაზია, ვიდრე სურათებშია და ვიდეოებში ჩანს. აი ხა მივიდეოთ ჩვენ სასტუმროში, გადავტოვოთ პარკი. ჩამოვედით პირდაპირ აქ პოლონეთიდან, ვარშავიდან ჩამოვიდით სანტორინიში. ძალიან პაწუკა აეროპორტია, ძალიან საყვარელია. და იქიდან პირდაპირ ავტობუსით წამოვედით ქალაქ ფირაში, რომელიც არის სანტორინის დედაქალაქი. ხო და აქედან ერთი წუთით გადავიდეთ საფრანგეთში. ეხლა შევწყვიტე, იმიტომ რომ ამის მანქანამ გამიტანა. გავაგრძელებთ. მოკლედ, ჩვენ ჩერდებით დედაქალაქში, რომელსაც ქვია ფირა. და ახლა თითქმის მივედით ჩვენ სასტუმრომდე. აქ ჩამოვიდი საკმაოდ ადრე და ეგრევე ვერ დავჩეკინდით. მე პატრონით რომ ცოტა ხანი დაგველოდეთო და წავედით ვისაუზმეთ და ეხლა მოვედით სასტუმრომდე. დავტოვეთ პარკს და დავიწყებთ აქაურობის დათვალიერებას. ნახეთ რა სილამაზეა. ზუსტად ისე წარმოვედგინა საბერძნეთი, როგორიც არის, მაგრამ გაცრებთ უფრო ლამაზია, მართლა გაცრებთ უფრო ლამაზია, ვიდრე ჩანს სურათებში. ჩვენ რო ჩამოვედით, უბრალოდ ჩამოვფრინდით, ანუ აეროპორტი არის ძალიან ახლოს და იქიდან ავტობუსით პირდაპირ წამოვედით ფირაში, შუა ქალაქში ჩერდება და უცებ რა ვიცი, ერთი ალბათ 10 წუთი ვიყავთ გზაში და 2 ევრო ღირდა სულ. ახლა უკვე საუზმის შემდეგ მოვახციეთ სასტუმრომდე, დავდოვეთ პარკს ძლივს, იმიტომ რომ დავიღალით უკვე რუგზაკებით, ეს ჩამოვედით რუგზაკებით, ფილიპსაც თავის რუგზაკი აქვს. დავიღალით უკვე ამის სტარებით და რო დავტოვებ, დავიწყებთ ოფიციალურად საქაურობის დათვალიერებას. ფილიპიც გველოდება. მე მანამდე მოგიყვებით გეგმაში დღეს რა გვაქვს? რა გვაქვს გეგმაში ფილიპ? It doesn't always work, you know. ჩვენ რა გვაქვს გეგმაში? დავათვალიერებთ დედაქალაქს, ანუ ამ პატარა საყვარელ ქალაქ ფირას. ვიბოდიალებთ ქუჩებში, ვნახავთ ადგილებს. მერე აქედან გვინდა რომ წავიდეთ ფეხით სხვა სოფელში, რომელიც არის სანტორინის ალბათ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ცნობილი სოფელი და ქვია ია. და აქედან პირდაპირ წასვლა შეიძლება ფეხით, უნდა სადღაც 2 საათნახევარი, ძალიან ლამაზი ჰაიკია და მიუყვება ზღვისპირა ზოლს. და როგორც წავიკითხეთ ინტერნეტში, ძალიან ლამაზი ხედები იშლება და თან გზაში გადიხარ რამდენიმე ძალიან ლამაზ პატარა სოფელს და იმათაც დავთვალიერებთ გზაში. მე რეიაში გვინდა რომ ალბათ ვივახშმოთ, ვნახოთ ეს ცნობილი ლამაზი მზის ჩასვლის ხედები იქიდან და უკან დაბრუნებით ალბათ ავტობუსით. ეს არის ჩვენი გეგმა დღეისთვის და ხვალ, ჩვენი სასტუმროს მეპატრონე მოვიდა მე ჩაკეთვებით. ხვალ შეიძლება რომ ვიქირავოთ ან მოპედი, ან არტევ ქვია მას ქართულად, ისეთი 4 ბორბლიანი პატარა მანქანა და წავალთ უკვე ცოტა შორს, რამდენიმე პლაჟის სანახავად და რამდენიმე სოფლის სანახავად. შეიძლება ცოტა შორის ავტობუსით წავიდეთ, იმიტომ რომ პრინციპში ავტობუსები ყველგან დადის აქ, საკმაოდ სწრაფად, მოკლე მანძილებია. ჯამში, ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში რო გახვიდეთ კუნძულის, გინდათ აი 40-45 წუთი, ანუ საკმაოდ პატარაა, ამიტომ შეიძლება არც დაგჭირდეს მოპედის ქირაობა და ავტობუსით ვიმოძრავთ, ნახავთ დროში როგორ იქნებით. ასე რომ
So let's do a little room tour. This is our beautiful hotel. It's not a hotel actually, it's an apartment. And it's different from the so-called classic white houses here. But actually the owner told us that the original houses here used to be colorful, like light blue, light orange. Look at that, how pretty it is. And then in the 70s they painted them white. So this is the entrance. Some cacti. We have AC, which is very much needed. Let me just leave the shoes. Okay. So here we have naked Philip, half naked Philip, and our sitting area. Here we have little kitchen with all the needed utensils, some elements of decor, and here the bathroom. And let me show you the bedroom. Some chairs, a mirror. This is the bedroom and some little storage area. The floor is super cool, very coldish, which is very pleasant in this heat. And the whole house is kind of a cave house. Reminds me a little bit of Cappadocia in Turkey, but whiter, brighter and prettier. Philippine shops. მაინც ვშტები რა აზრი აქვს შოპის მიღებას, ანუ სიცხეში აპირებ მაინც გასვლას და გაოფლიანდები, მაგრამ ძალიან უნდა. ამიტომ ველოდები და დავიწყებ დათვალიერებას. Genauso dann die Reihe anderen. რა სილამაზე ხედია. არის ქვევით საბაგირო. იქაც ჩავალთ, ოღონდ ჩვენ მეხი ჩავალთ. აგერა ჩასასვლელი. და ეს არის ჰირას ხედი. საოცრებული. No, sopra. ვათვალიერებთ ჰირას. ძალიან ლამაზია. ძალიან ტურისტულია, აი სავსეა ხალხი, ყოველადაც ტურისტული მაღაზია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქაური ტურისტული მაღაზიები ძალიან მომწონს. ძალიან კარგი რაღაცები იყიდება, ძალიან ლამაზი მაგნიტებია, ესეთი კარგი არჩევანი, იშვიათია. თან ეს კაი ხარისხის მაგნიტებია და ყველანაირი უსაყვალესი ხელნაკეთი სუვენირები ძალიან მომწონს. და იმდენი საფეხმავლო ქუჩაა, რომ არ ვიცით საით წავიდეთ, საიდან ყველაფერი რაც Philips უყვარს. ხალვა. You excited? ზეითური, ზეთი. ყველანაირი ხილეული რეკით. რა მაგარია.
ნახეთ რა ლამაზი კაფეები, რესტორნები და სასტუმროებია სანაპირო ზოლზე, საუკეთესო ხედით. I've been thinking about good times. So tell me all your worst lies. I believe them if I try. For the sake of time, just give me the eye. I've been thinking I said about. don't blow my high, I'm on that carpet ride. I've been swerving, I'm a servant to my magic side. I was in a magic city, going 50-50. I bet it all up on that red and they got real shifty. Pity, it's a petty crime. You see how people change their vibe when it's green up on their mind. Kevin fed a line, but fuck if I know. I'm searching for them high notes. I'm slipping in my slippers, playing samples off this vinyl. Getting better every motherfucking session with my freshness. This is imperfection, with a touch of perfect. No, I fucking murked it. At the merchants and I purchased what my curses in between these verses. How I really feel. So tell me all your worst lies. I believe them if I try. For the sake of time, just give me the eye. I've been thinking about. Back safely. Lunch-ის დროა. დავიღეთ კლასიკა. ბერძნული სალათი. ქათმის მწვადი დავარქვათ. ადრიჯანი. და ნახეთ რა ულამაზესი ხედით. შემიძლია უნდა გაჩვენოთ ეს ადგილები. ასილამაზია. იქით სხვა და გარშემო ყველგან ეს ულამაზესი ცეცხლსახლები და ყვავილები. ყოველ ნაბიჯზე ვჩერდები. ფილიპი უკვე დაუღალე. ხან სურათის გადაღება მინდა, ხან ვიდეოს ვიღებ. ვლოგებისთვის. მე რომ ეს ყველაფერი გაჩვენოთ. ისეთ სილამაზეა, რომ აი რო არ გაგიზიაროთ და შემიძლია. ძალიან ლამაზია. მართლა განსხვავებულია სხვა ადგილებისგან, სადაც აქამდე ვართ ნამყოფი. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ზღვა არის, აქაც რაღაც ადგილებში არის ეს ფერადი სახლები, მაგრამ უმეტესობა მაინც თეთრია და ისე ლამაზად არის განლაგებული ამ კლდეზე, რომ ძალიან განსაკუთრებული ადგილია, სხვას მართლა არ გავს. ეს ხირა ესე თქვა დაყოფილია ფენებად. ნუ ზედა ქუჩები უფრო ტურისტულია, ქვედა ქუჩებზე ახლა ვართ გაცილებით უფრო ლამაზია ჩემი აზრით, ნაკლებად ტურისტული და ჩვენ ახლა ვაპირებთ აი იქ წასვლას და იქიდან დავიწყებთ ჰაიკს და მივალთ აი ბოლოში რომ მოჩანს თეთრ სოფელში იქ არის ია. და ამ ჰაიკს სჭირდება თითქმის 3 საათი. Chinese menu. We find China everywhere we go. I feel like the surroundings are so beautiful that I just have to have camera on all the way. Because every time I literally take phone and put it down and like in a moment I take it again because we're passing some nice cozy street, some pretty souvenir shop, some sea views. ეს სოფელი არის უფრო წყნარი. ნახეთ. სახლი უფრო ავთენტური. ისე გამოიყურება როგორც ფირა, ძალიან გავს. მაგრამ საერთოდ მე თითქოს უფრო მომწონს კიდეც. შეიძლება იმის ბრალია, რომ ეხა ისე აღარ ცხელა. უკვე მოსახამოდა და ანუ საღამოს მზე სხვანაირად აჩენს ყველაფერს. თან არ არის ბევრი ხალხი აქ, შეიძლება იმის ბრალია, რომ არ ვიცი, ან ჭამენ ან ისვენებენ, ან უბრალოდ პატარა სოფელი რო არის, ნაკლებად ტურისტულია, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო საყვარლად და მიმზიდველად ხდის ამ სოფელს. ჩვენ მე მგონი გადავიფიქრეთ დღეს ჩვენი ჰაიკის გაკეთებას, იმიტომ რომ კიდევ უნდა 2 საათს ნახევარი აქედან. ჩვენ გზაში რაღაცებს ვათვალიერებდით და არ გვინდა რომ ვიჩქაროთ და უცებ უბრალოდ იმისთვის რომ ჩავიდეთ თან იქ სანამ მივალთ, მე უკანაც უნდა დავბრუნდეს და ბოლო ავტობუსი იეწერა რაღაც 9-ზე ბრუნდება, მაგრამ ანუ იმ იას დათვალიერებას გვინდა და კარგად, ამიტომ შეიძლება ხვალ წავიდეთ მან. დღეს აქ ამ სოფლის გარშემო რამდენიმე ადგილი გვაქვს კიდე სანახავი. აი ერთ-ერთი უკვე ჩანს, გაჩვენებთ. კლდე არის. აი იქით გვინდა რომ წავიდეთ. იქით არის ბილიკი და მივიდის იმ კლდემდე და უკვე რაღაცა პატარა ეკლესიაც არის და უნდა ვნახოთ.
ეს სულ კიბეებით დავდივართ. ეხლა სანამ მივდივართ, თან გაჩვენებთ ფირას, დედაქალაქსა და სხვა გაჩერებულები. შორიდან როგორ მოჩანს კლდეზე, ძალიან ლამაზია. ეწუთი. აი მანდ არის ფირა. კიდენ მოვდივართ ჩვენ. ეხლა ქვევით ჩავდივართ, მე მგონი უკანაც მოგვიწევს მერე ესე ამოსვლა. აგზა ყველგან არის ძალიან მაგარი სასტუმროები. ხედით, ბასეინით. ხალხი ისვენებს, ჭუმპალავს, ჩვენ კიდე დავდივართ. როგორც ყოველთვის. სანტორინი ვულკანური კუნძულია, რომელიც დაახლოებით 3600 წლის წინ ვულკანის აფეთქების შედეგად გაჩნდა. შესაბამისად, აქ ვერ ნახავთ გამწვანებულ პარკებს, ტყეებს ან ბოტანიკურ ბაღებს. სამაგიეროდ, კუნძული ცნობილია თავისი ვულკანური პლაჟებითა და კლდეებზე აშენებული თეთრი ქათქათა სახლებით. Yeah. Okay. Yeah, you know what it is. Rest in peace, Mac, don't trip. Gotta thank Coda for the hit. Hobby turn a hobby to legit. Now we body every bit. Still a bushy bitch talking that bullshit. So why you throwing shade on me? Cause I just do my thing low key. But nigga, while I'm doing Tai Chi. Never met a motherfucker like me. Yeah, man, what's up? You don't really got no crystal ball. So here we are at Imerovigli village. სანტორინიზე სეირნობა ერთი დიდი სიამოვნებაა. დედაქალაქსა და სოფელ იას შორის რამდენიმე უსაყვარლეს დასახლებას გაევლით, მათ შორის ჩემი ფავორიტი იმეროვიგლი გახდა. მაგრამ საერთოდ მთელი კუნძული იმდენად ლამაზია, რომ ფილმების გადასაღებ მოედანს უფრო წააგავს. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან საოცარი ხედები გელოდებათ. აქაური პაცუკა დასახლებების ვიწრო ქუჩები ერთი დიდი ლაბირინტივითაა, რომლის ყოველ კუთხეში რესტორნები, ადგილობრივი ბუტიკები და სუვენირების მაღაზიებია მოთავსებული. Butterfly, yeah, like that. Sleep all day, just a cat nap. Buttercup and a Hershey. Camel like, always thirsty. Will I ever grow to the guy that I think of? I'ma get this slow as the sky that I dream of. Gotta do, don't say. I'ma get it in when I start today. Yeah. Waiting for, would you like that? I'll be gold, I'll be right back. Yeah. Daddy soul wants a flight back. But a price be the ice pack. Will I ever grow to the guy that I think of? I'ma get this slow as the sky that I dream of. Yeah, I'ma make it in my dreams, love. I'ma catch you in my dreams, love. სანტორინის ბევრი იცნობს როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფოტოლოკაციას, რომელიც გამოირჩევა თავისი ჯადოსნური მზის ჩასვრის ხედებით. და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის გაზვიადებული მოსაზრება, აქაური მზის ჩასვლა მართლა სასწაულის სანახაობა და არასდროს δεν გავიწყდებათ. I'ma get this slow as the sky that I dream of. Gotta do, don't say. I'ma get it in when I start today. Yeah. Waiting for, would you like that? საღამოსკენ დღის აუტანელი სიცხე ქრება და კუნძულიც იღუიწებს. მე მგონი ამ დროს უფრო მეტი ხალხი გამოდის ქუჩებში, ვიდრე დღისით. თან ყველა რესტორანი, ბარი და მაღაზიებიც გვიანობამდე მუშაობს, ასე რომ აქ საღამოსაც არ მოიწყენთ. აი ეს მინდა გაჩვენოთ ყველაზე მაგარი ლაყინი, რომელიც ვიყიდით მაღაზიაში ბერძნულია და არის უგემრიელესი, სხვადასხვა გემოები აქვს და ძალიან მაგარია. ასე რომ გირჩევთ და თან ნახეთ ღამის ცხოვრება როგორია ფირაში. ძალიან ლამაზია. ილანში ვიდევისა. ჩვენი მეორე დღე სანტორინიზე დაიწყო, ახლა მივდივართ ავტობუსის სადგურზე, რომელიც აქვე არის ცენტრში 10 წუთის გზა. და წავალთ სანტორინის მეორე მხარეს, სამხრეთისკენ, რომ ნახოთ ერთ-ერთი პოპულარული პლაჟი, რომელსაც წითელი პლაჟი ეწოდება. საცურაო კოსტუმები არ წამოგვიღია, იმიტომ რომ რეალურად სანტორინის არ აქვს ისეთი ლამაზი თეთრქვეშიანი პლაჟები. აი საბერძნეთი რასაც ასოცირდება ხოლმე. ეს უფრო არის აი მეორე კუნძულზე, სადაც მივდივართ მილოზე. აქ შავქვეშიანი პლაჟებია.
რამდენიმე და გვეზარება სიმართლე რო გითხრათ მაგის გამო საცურაო კოსტიუმის წარმოღება მერე ვანაობა მოგვიწევდა დაბრუნება სასტუმროში. არა და ჩვენ გვინდა რომ მერე წავიდეთ იაში, აი იმ ყველაზე ლამაზ სოფელში, სადაც უშენ არ წავსულათ, იმიტომ რომ დღეში იმდენ რაღაცას ვათვალიერებდით. და იმდენი დრო დაგვეხარჯა ამ ყველაფერზე, რომ უკვე არ წავედით. და კაია რომ არ წავედით, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი მზი ჩასვლა ვნახეთ. და ამაზე გამეგია ამბობენ ხოლმე, რომ სანტორინიზე რაღაცა ის ასწავლოთ ლამაზი მზის ჩასვლა და მეთქი ისე ამბობენ ყველგან ერთნაირია, მაგრამ აი მართლა იყო საოცრება, ისეთი ფერები მიიღო მზემ და ცამ რომ არ მჯეროდა. არ ვიცი რატო არის, მაინც და მაინც ესეც ლამაზი აქ, იმიტომ რომ ხა ერგონ მინახავს მზის ჩასვლა კუნძულებზე და ეს ალბათ მართლა ყველაზე ლამაზი იყო. მეორე დღეს გადავწყვიტეთ სანტორინის უფრო შორეული ადგილები მოგვენახულებინა და წავედით კუნძულის ალბათ ყველაზე ცნობილი პლიაჟის სანახავად. მოპედის ქირაობა არ დაგჭირვებია, რადგან ადგილობრივი ავტობუსები საკმაოდ რეგულარულად და ყველა მიმართულებით დადის. ავტობუსის გაჩერებიდან პლიაჟამდე დაახლოებით 15 წუთიანი ხაიქია, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება. Yeah. Okay. Yeah, you know what it is. Rest in peace, Mac, don't trip. Gotta thank Coda for the hit. Hobby turn a hobby to legit. Now we body every bitch. Still a bushy bitch talking that bullshit, bullshit. So why you throwing shade on me? Cause I just do my thing low key. But nigga, while I'm doing Tai Chi, never met a mother. ჩვენ ჩამოვედით იაში, ყველაზე ლამაზ და პოპულარულ სოფელში სანტორინიზე. ახლა მივუშვებ ლანჩს, გაჩვენებთ. Kebabi. Kababi. I said kebabi. It's like a mix of Georgian and English. Tzatziki. და ბერძნული სალატი. Просто Santorini სალატი ქვია აქაც. ნახეთ რა ხედი გვაქვს. აქ მე მგონი ყოველ მეორე რესტორანს ესეთი ხედი აქვს. სამაგარია. ჩვენ დილით წავედით ავტობუსით დედაქალაქიდან წითელი პლიაჟის სანახავად. ძალიან ლამაზი იყო, ანუ ლანდშაფტი იყო მართლა ლამაზი ძალიან. ლამაზი კადრები გადავიღეთ, მაგრამ რაღაცა ცურო მაინც და მაინც არ გვინდოდა მანდ. ჩვეულებრივი ქვიშიანი პლიაჟი იყო და პირდაპირ იქიდან ავტობუსით დავბრუნდით ფირაში დედაქალაქში, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ სანტორინიზე. ყველა გადაჭდომა ხდება ფირაში დედაქალაქში და დედაქალაქში ჩავედით და იქვე 15 წუთში გადიოდა ავტობუსი იაში და გამოვყავით ავტობუსს. ზოგადად გირჩევთ აქ რომ ჩამოხვალთ, ავტობუსებით იმოძრავთ. ანუ ბევრი ქირაობს, სკუტერებს, მანქანებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, ანუ არ არის მაგის საჭიროება, იმიტომ რომ გასწრებთ გზური დაგიჭდება. ეს ავტობუსი ღირს, აი იმის უნდა მივხვდეთ, სად მიდიხართ 2 евро. სულ ძალიან იაფია. კონდიციონერით ყველაფერი ძალიან კომფორტულია და გზას უნდათ, რა ვიცი, 20 წუთი, 30 წუთი მაქსიმუმ. თან დადის დროების მიხედვით განრიგი შემოწმება შეგიძლიათ ჩვეულებრივად ავტობუსების საიტზე. არ აგვიანებს არაფერი, ასე რომ მშვენიერი გადაადგილების გზა. ჩვენ ახლა მოვედით, ახლა შუა დღეა, კი არა დაუყურებელი 4 საათია. შევჭამთ, დავისვენებთ, რომ ახლა ძალიან ცხელა. მართლა ისეთ სიცხე, რომ ანუ შეგიძლია იარო, მაგრამ ძალიან მალე იღლება. მე რო უკვე დავიწყებთ იას თვალიერებს, ანუ ცოტა ხანი ახლა რომ მოვდიოდით სანამ რესტორანამდე მოვედით, ნახეთ რაღაც პატარა ქუჩები და უსაყვარლესი, ანუ მართლა ძალიან ლამაზია. და მითხრა რომ კარგად დავათვალიეროთ. ის შესვლის მერე ალბათ ავტობუსით დავბრუნდებით. გადავიფიქრეთ ჩვენი ხაიქის გაკეთებას, ანუ გვინდოდა პირდაპირ ფირა და ნაკფეხით მოსვლა აი გუში რო ყვებოდი 2 საათს ნახევარი უნდა თქო, მაგრამ მე ისეთი პრობლემურია დაბრუნება ფირაში, იმიტომ რომ ავტობუსები დადის და გვირჩევნია ავტობუსი, რადგან ფეხით რო წახვიდე, ანუ აქ შეხვდეთ მზის ჩასვლას, მე სიბნელეში მოგვიწევს სიარული, ძალიან გრძელი გზაა და არ გვითან. ჩვენი სასტუმროს მე პატრონამ გითხრა რომ ყველაზე ლამაზი მონაკვეთი არის ფირადან სოფელ იმეროვიგლინდე, რომელიც უკვე გავიარეთ გუში და მართლა ლამაზი იყო, ძალიან მოგვეწონა და იმის მერეო კლდას მეუყვებო გზაო და ისეთი ხედები უკვე აღარ არისო და ვფიქრეთ რომ აღიღს. ამიტომ დღეს გავატარებ ჩვენი დღის დანარჩენ ნაწილს აქ და საღამოს მერე დაბრუნდებით ფირაში. და ხვალ უკვე ვტოვებთ სანტორინის ჩვენი ნავი გადის რომელიც 2 საათზე მე მგონი, კიდე ცოტას ვიბოდიალებ ფირაში და მერე უკვე სავალთ აქედან ახალ კუნძულზე მილოსზე. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის თვეებში დაახლოებით საღამოს 7 საათამდე აქ საშინელი სიცხეა. მართლა ძალიან ცხელა, ამიტომ აუცილებლად თან ატარეთ ქუდი და მზისგან დამცავი. სეირნობთ იაში. ძალიან ლამაზია მართლა. მე ვიყიდე ახალი ქუდი, დრო ჩემი ქუდი. მაინც და მაინც კარგად დამიცავდა მზისგან. ლოყები მეწოდა და
ვიყიდე ეს კუდი, ეს არის ყველაზე ძვირიანი კუდი ჩემს ცხოვრებაში, 50 ევრო მივათხლიში, მაგრამ ისე მჭირდებოდა კუდი, თან მომეწონა რაღაც საყვარელია, მეთქი ჯანდაბას. მაგრამ საკმაოდ მაღალი ფასებია სანტორინიზე, აი სუვენირებზე, მაგნიტებზე. როგორც ამბობენ მართლა მასეა, მაგრამ რესტორნებში რა ვიცი, ესეთ სიძვერე ძალიან არა. ანუ ყოველ შემთხვევაში აღარ მიკურს, ანუ ყველგან მასეა. ყველგან არა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროპაში, ხორვატიაში რო ვიყავით, მახსოვს, რომ საჭმელში იგივე გვეხარჯებოდა ხა თუ რაღაცა ზღვის პროდუქტები გინდათ ან რაღაცა 20-25 ევრო კერძი. ხა ორკაზე მაგალითად ვხარჯავთ, რა ვიცი, 40-დან 50 ევრომდე. ყველგან აქ ესეთი პეტერა საყვარელი ვირების ქანდაკებებია, ყველგან აქ, იმიტომ რომ ვირი არის სანტორინიზე გადადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ყოველ შემთხვევაში პორტიდან სოფლამდე კიბეებზე ბარგი რო არათრიოს ხალხმა, ესე ვირებით გადაყოთ. მე კი მეცოდებიან ამ სიცხეში. მაგრამ როგორც ჩანს ამ კუნძულის სიმბოლო ცხოველია და ყველგან იყიდება ვირების მაგნიტები, რაღაცა გამოსახულებები, თეფშები, ქანდაკებები და ძალიან საყვარლობა. ჩვენ ახლა ვეძებთ ნაყინებს, ვეძებთ რა ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ყოველ ნაბიჯზე იყიდება ესეთი სამაჯურები, სამკაულები ამ სიმბოლოთი, რომელსაც ბერძნულ თვალს უწოდებენ. ესეთი ამულეტივით არის. თითქმის ყველა სასტუმროს აქვს თავისი ხედი და ესეთი პატარა მინი ბასეინები. და ხალხი ერთოა. ჩვენ ახლა დაახლოებით 1 საათში წავალთ იქ. ეს არის ძველი ციხესიმაგრის ნარჩენები და ყველაზე პოპულარული ადგილი ის ჩასვრის სანახავად. ამიტომ უკვე წინასწარ გროვდება ხალხი. მე მგონი ადგილი აღარ იქნება, მაგრამ რამეს მოვნახავთ. ახლა მივაბიჯობთ ნავსადგურისკენ. აი, თუნდაც ჩავიდეთ. ნახოთ რა ხდება ზღვასთან ახლოს და მე ისე უნდა გამოვიაროთ ეს გზა 5000 კიბე, თან საკმაოდ ციცაბო გზა არის და სრიალებს, ასე რომ კარგი დასაცველი წამოიღეთ, ან თხილად იარეთ მაინც. უკან დავბრუნდეთ, ვიპოვოთ რამე ლამაზი ადგილი, საიდანაც ნახავთ გზის ჩასვლას და მე უკვე ნელა ვისეირნებთ, დავათვალიერებთ საღამოს იას. ძალიან ლამაზი სოფელია. ფირასთან შედარებით, იმასთან დედაქალაქთან შედარებით, უფრო ესეთი პატარა მყუდრო და საყვარელი, უფრო ვიწრო ქუჩებია. ნაკლები ხალხია, არ ვიცი რატო. იდეაში უფრო ტურისტული უნდა ყოფილიყო შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ახლა მზის ჩასვლისთვის ემზადება და რაღაც უფრო ზევით არიან გაჩერებულები, არ ვიცი, მაგრამ ფირაში თქოს უფრო ბევრი ხალხი შეხვდა. ახლა 7 საათი გახდა და აი ახლა ვიგზენი, მხოლოდ რომ ცოტა აგრილ-დაგრილ რა მაინც ცხელა, მაგრამ უკვე სასიამოვნო მზეა ისეთი. არ წვავს. და ნიავი არის სულ და საკმაოდ კარგი ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ პორტში ვართ, ნახეთ რა ლამაზი წყალია და რა სუფთაა. Philip vibing. I think you're having more fun than those guys on the boat. All the tourists in Santorini having a drink, enjoying the view, sitting, chatting. Meanwhile, me and Philip. We're just Long way. not following the crowds. Yes, we are different. Yeah, we are here alone. Sunset, it's And ours. we will miss the sunset, I feel like. With the beautiful smell of poo. Yeah, it's like all the way. There is mule poo. Because that's the road the mules take to carry the baggage. So we kind of got
used to the smell already. Doesn't bother us anymore. Philip found his relatives. They're not donkeys, they're called mules. We were mistaken. And they're about to watch the sunset with lots of tourists. თელს კუნძულზე ჯამში სულ რაღაც 16,000 კაცი ცხოვრობს. ამავდროულად მას წლიურად 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. აქაური სახლების თეთრად შეღებვა კი უფრო საჭიროებითაა გამოწვეული, ვიდრე ესთეტიკი, რადგან თეთრი ფერი ყველაზე კარგად ირეკლავს მზის სხივებს და შესაძლებელს ხდის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სახლებმა ცოტა სიგრილე მაინც შეინარჩუნონ. Ladies and gentlemen, I hope y'all brought your OJ, your fucking milk, and most importantly, I hope you brought your butter toast, cause we got the jam. Yeah, I said, oh mamma mia, I need another quarter pizza from the pizzeria. Or maybe gasoline to feed in the feeling of feeling needed. Cause no amount of the pussy will ever be enough. Yeah, I don't give a fuck either. I admit it, I'm a little bit weirder, but every time I'm tripping, I'm missing another minute. So what the fuck I gotta do to keep with it? A twist, no, don't trip, guess I need another hit. Oh, good shit, think it's all up in the past and I slip, so what I gotta do? ჩვენ დავჩეკავდით და მივიდივართ ახლა ავტობუსების სადგურზე, რომ პორტში წავიდეთ. ჩვენი გემი 2-ზე გადის და დაგჭირდება სადღაც 2 საათი და ჩავალთ მილანში. სადაც ბევრს ვიცურავთ. ამ წესში დავდივარ სატორიზი არ ვიცურავია რაღაცა გვეზარებოდა. ისეთი პლაჟები არა მაინც და მაინც აქ რომ ძალიან მაგარი იყოს და ძალიან რომ მოგიდეს და მოვიტოვეს ცურვა მილოსისთვის. ზადვარ. ცოტა შერის არ მეგონა ესე რომ იქნებოდა, მაგრამ სანტორინიზე ღამის ცხოვრება საკმაოდ განვითარებულია. ის სიტყვა სავსეა ეს ქუჩები ტურისტებით და ხალხი ჭამს, რაღაცებს ყიდულობს, ეინობს და საღამოს საკმაოდ ბევრ ადგილას იხსნება ბარები, კლუბები, ან დღისით ვერც შეამჩნია. საღამოს ყველგან მუსიკა ისმის, ხალხი ცეკვავს, სვამს, საკმაოდ კარგი ღამის ცხოვრება. არა და ხალხი წერდა ინტერნეტში, რომ სანტორინიზე ვერ გაერთობი, რაღაცა ისე არ არის, რომ 7 ადგილიაო და მწვად 7 არა. გუშინ ღამის 12-ზე მუსიკა ისმოდა თავს ქვაზე ყველგან. ისიც ლამაზია და ღამითაც მაგარია. თან ეს ქუჩები არის ძალიან კარგად განათებული და საღამოს ანუ ღამე რო სეირნო, ჩვეულებრივად ყველაფერს ხედავ, ბევრი ხალხია, ყველაფერი არის ღია. რესტორნები და რაღაცეები, მაღაზიები 12 საათზე იკეტებოდა ზოგი და ზოგი კიდე ღია იყო რო ბრუნდებოდა. უმეტესობა ღია იყო სულ შორის. ასე რომ საღამოს ძალიან კარგია. ახედი გვაქვს. Very nice spot for a quick lunch or breakfast before the ferry. Dock Cafe. Ladies and gentlemen, I hope y'all brought your OJ, your fucking milk, and most importantly, I hope you brought your butter toast, cause we got the jam. Yeah, I said, oh mamma mia.